წარმოიდგინეთ მიირთმევთ ნებისმიერ რამეს, როცა გინდათ და რა რაოდენობითაც გინდათ, არ გიწევთ ტანჯველი ვარჯიში და წონაში მაინც იქლებთ. ბევრისთვის ეს არის ოცნება, თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი ზუსტად ასე აღწერს. პრეპარატს, რომელიც ბოლო წლების უბრალოდ სუპერსტარია და ყველა ადამიანი სოციალურ მედიაში თუ მის გარეთ ამ პრეპარატის შესახებ და მის ეფექტზე საუბრობს. დღევანდელ ვიდეოში გაიგებთ, მართლა ასეთი ეფექტურია თუ არა ეს პრეპარატი წონის დასაკლებად, როგორი ჰაიპით სოციუმში მოხვა, თუ საშიშია მისი გამოყენება და სინამდვილეში ეს პრეპარატი ძალიან ბევრ გვერდით მოვლენასთან ასოცირდება. როდესაც ოზემპიკს ეხება საქმე, ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთი ჯგუფი რადიკალურად ამტკიცებს, რომ ეს პრეპარატი არის მაღალეფექტური და ადამიანები, რომლებსაც უწევთ თავის ჭარბწონასთან ბრძოლა, აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. მეორე ნაწილი ადამიანებისა კი გვაფრთხილებს იმ წარმოუდგენლად დიდ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც ამ პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს. სინამდვილეში კი სიმართლე, როგორც უმეტეს შემთხვევაში, ამ ორ რადიკალურს შორის იმალება. სანამ იმას გეტყვით, ვინ უნდა იყენებდეს ამ პრეპარატს, ჯერ ავხსნათ ამ პრეპარატის მოქმედების მექანიზმი, რათა თქვენ თვითონვე გაიაზროთ მოწოდებული ინფორმაცია და უბრალოდ მშრალად ნათქვამი არ გამომივიდეს, რომ ეს პრეპარატი ან კარგია, ან ცუდი. აქტიური ნივთიერება სინამდვილეში, რასაც ოზემპიკი შეიცავს, არის სემაგლუტიდი. სემაგლუტიდი კი არის ანალოგი ჩვენს ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონისა, რომელსაც ინკრეტინი ჰქვია. სწორედ ამიტომ ჰქვია სემაგლუტიდს და მის ჯგუფში შემავალ პრეპარატებს GLP-1 რეცეპტორის აგონისტები. ეს რომ ჩინურად არ ჟღერდეს, გეტყვით მარტივად, რომ სემაგლუტიდის მიღებისას, ანუ ოზემპიკის მიღებისას, ჩვენ ვზრდით ხელოვნურად ორგანიზმში უკვე არსებული ჰორმონის დონეს დაახლოებით 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მეტად. მაგრამ ზუსტად როგორ მოქმედებს ეს ნივთიერება? სემაგლუტიდი მოგრძო ტვინში, რომელიც თავის ტვინის ნაწილია, ააქტიურებს სპეციალურ ცენტრს და ნეირონებს, რის შედეგადაც ის აქვეითებს შიმშილის შეგრძნებას. შედეგი არის მცირე რაოდენობით და დაბალი სიხშირით საკვების მიღება. ამას გარდა სემაგლუტიდი პირდაპირ მოქმედებს კუჭზე, ის აყოვნებს კუჭის საკვებისგან დაცლას და შესაბამისად იზრდება როგორც დანაყრების შეგრძნება, ასევე მცირდება ათვისებული კალორიების რაოდენობა. ამავდროულად ის მოქმედებს ასევე პანკრეასზე, რომელიც არის ჩვენი კუჭქვეშა ჯირკვალი და სადაც გამომუშავდება ინსულინი და ის ზრდის გლუკოზა დამოკიდებულად ინსულინის სინთეზს. ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ თუ გლუკოზა არ არის წარმოდგენილი, ინსულინის სინთეზიც არ გაიზრდება, რაც პაციენტებს ამ მედიკამენტის მიღების დროს იცავს ჰიპოგლიკემიისგან, რაც ნიშნავს ზედმეტად დაბალი გლუკოზის დონე სისხლში. ანუ ასე ვთქვათ, ეს პრეპარატი ვერ გამოიწვევს მწვავედ შაქრის დონის დავარდნას სისხლში. ამ ეფექტებიდან გამომდინარე, რაც ჩამოვთვალე, სემაგლუტიდი, იგივე სავაჭრო სახელით ოზემპიკი, უწყობს ხელს იმას, რომ ჯამში ადამიანს დაუქვეითდეს მადა და ამასთან პარალელურად აითვისოს უფრო ნაკლები კალორია, ვიდრე ის ფიზიოლოგიურად ნორმალურ მდგომარეობაში აითვისებდა. ამ ეფექტებით ორგანიზმზე სემაგლუტიდი ამცირებს გულსისწრაფთა დაავადებების განვითარების რისკს, ამასთან ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც არის LDL ქოლესტერინი, რომელიც არაერთხელ მიხსენებია ჩემს ვიდეოებში. ასევე პოზიტიური გავლენა აქვს არტერიულ წნევაზე. განიხილება ასევე მისი ანტიდეპრესანტული და ნეიროპროტექციული ეფექტი, რაზეც სიმართლე რომ გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ მეტწილად ეს ეფექტები დაკავშირებულია წონის კლებასთან, რადგან როგორც ვიცით, ჭარბი წონა ზრდის როგორც გულსისწრაფთა დაავადების განვითარების რისკს, ასევე ქრონიკულად მაღალი არტერიული წნევის ჩამოყალიბებას, ანუ ჰიპერტონიას და ასევე რა თქმა უნდა დიაბეტის რისკს, რომლებიც კომბინაციაში ზრდიან ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკს. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, თუ ეს რისკები არსებობს. მაშინ თუ ამ ყველაფერზე ესე დადებითად მოქმედებს, რატომ არ შეიძლება რომ ყველა ადამიანმა გამოიყენოს? როდესაც მსგავსი პეპტიდი და პრეპარატი ერევა ადამიანის ჰომეოსტაზში, ანუ ფიზიოლოგიაში, ეფექტთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობს გვერდითი მოვლენებიც. მნიშვნელოვანი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ეს პრეპარატი თავიდან იყო ჩვეულებრივი დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატი და მხოლოდ ბოლო პერიოდში გახშირდა მისი გამოყენება off-label, ანუ არაპირდაპირი დანიშნულებით ჭარბწონასთან საბრძოლველად. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად სემაგლუტიდის შედარებით მაღალი დოზა გამოიყენება, ვიდრე მაგალითად როგორც ანტიდიაბეტიკური ეფექტი. ადამიანი, როდესაც ამ მედიკამენტს იღებს, ხშირია ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორც არის გულისრევა, ღებინება, სპაზმური ტკივილი კუჭნაწლავის არეში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ისეთი დაავადებების ჩამოყალიბების რისკი, როგორც არის მაგალითად ქოლეცისტიტი და ქოლეცისტოლითიაზი, რაც ნიშნავს ნაღლის ბუშტის ანთებას ან ნაღლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბებას. ასევე აღნიშნულია გარკვეული რისკი პანკრეასის და ფარისებრი ჯირკვლის კარცინომების ჩამოყალიბებაზე, ანუ ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებაზე, თუმცა ეს რისკი ამ ეტაპზე არსებული კვლევებით ჯერჯერობით არ დასტურდება. ნათელი უნდა იყოს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება დიაბეტის არ მქონე პაციენტებში სულ ეხლახანს დაიწყო და შესაბამისად გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით არ გვაქვს და სტატისტიკურად არ ვიცით გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი მოქმედებს
იხადებს ეს პრეპარატი იმ ადამიანების კონტინგენტზე, რომლებიც მას წონის დასაკლებად იღებენ. დიდი კვლევის თანახმად, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, შეადარეს ორი ადამიანების ჯგუფი, ერთი რომელიც იღებდა semaglutid და მეორე რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ისინი პარალელურად იღებდნენ კონსულტაციას ნუტრიციოლოგებისგან და პირადი მწვრთნელებისგან კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ. საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ ის ჯგუფი, რომელიც იღებდა semaglutid-ს, ანუ Ozempic-ს, 68 კვირის განმავლობაში დაიკლო 15% თავისი წონის, ხოლო კონტროლის ჯგუფმა დაიკლო მხოლოდ 2.5%. მაგრამ ესე მარტივადაც არ არის. სირთულე ის არის, რომ როდესაც ამ პრეპარატს მოხსნით, ყველა მისი ეფექტი ქრება და ადამიანების დაახლოებით 65% იგივე წონას უბრუნდება. იცით რატომ? იმიტომ რომ მათ ამ პრეპარატის გამოყენების პარალელურად არ შეცვალეს არაფერი თავიანთ დღის წესრიგში. შესაბამისად, როდესაც პრეპარატი ქრება და მისი მადის დამდგუნველი და სხვადასხვა ის ეფექტები, რომლებიც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, ისინიც გაქრებიან, რჩება უბრალოდ ძველი ჩვევები, ისევ გაზრდილი მადა და შესაბამისად მიღებული ბევრი კალორია, რომელსაც ერთი ფაქტორი კიდევ ემატება, კონკრეტულად ის, რომ semaglutid-ის, ანუ Ozempic-ის მიღების შემთხვევაში, თუ ადამიანი სწორად არ იკვებება და ფიზიკურად აქტიური არ არის, ის ცხიმოვან ქსოვილთან ერთად კარგავს კუნთოვან ქსოვილს. თქვენ ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ დიდი არაფერი, კუნთოვანი ქსოვილი რო დაკარგო, ისედაც არ მინდოდა ბოდიბილდერობა, თავარია წონა დავიკლო. მაგრამ ზუსტად თქვენთვის საინტერესო დეტალი იმალება ამ ყველაფერში. კუნთოვანი ქსოვილი 7-ჯერ უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილი. შესაბამისად, როდესაც ადამიანი კარგავს კუნთოვან ქსოვილს, მისი ბაზალური მეტაბოლიზმი მცირდება. რაც ნიშნავს იმას, რომ კალორიები, რომელსაც ჩვენ მაგალითად მოსვენებულ მდგომარეობაში მოვიხმართ, მცირდება. საკმარისი ვისაუბრეთ როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე. ეხლა კი მოდის ყველაზე საინტერესო, ანუ დასკვნა. რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ Ozempic? ნებისმიერი წამლის მიღების დროს დგას საკითხი შემდეგნაირად. თუ პრეპარატის გვერდითი მოვლენები უფრო ნაკლებ სახიფათოა, ვიდრე ის დაავადება და იმ დაავადების რისკები, რომლის საწინააღმდეგოდაც ამ პრეპარატს ვიღებთ, მაშინ კონკრეტული წამლის მიღება გამართლებულია. Ozempic-ის გვერდითი მოვლენები არსად არ ქრება. შესაბამისად, მისი მიღება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ის უფრო დიდ ჯანმრთელობის პრობლემას აგვარებს, ვიდრე მისი გვერდითი მოვლენებია. Ozempic-ის მიღება დაკლების მიზნით გამართლებულია ადამიანებში, რომელთაც აწუხებთ ჭარბი წონა, რომელიც იწვევს სხვა ქრონიკულ დაავადებებსაც. ან რომელთა სხეულის მასის ინდექსი არის 30-ზე უფრო მეტი. BMI-ის ძალიან ბევრი გამომთვლელი არსებობს ონლაინში, შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენი BMI რა არის, მაგრამ მაგალითად გეტყვით 25 წლის მამაკაცი, რომელიც არის 180 სანტიმეტრი და იწონის 100 კილოგრამზე მეტს, მისი BMI არის უკვე 30.9. ამას გარდა არსებობენ ჭარბწონიანი ადამიანები, რომელთაც პირდაპირ ფიზიკური აქტივობით დაკავება არ შეუძლიათ, მაგალითად როგორიც არის სირბილი, ფიტნეს დარბაზში სიარული, რადგან მათი ჭარბი წონა იმდენად დიდ სტრესს წარმოადგენს მათი ძვალსახსროვანი სისტემისთვის, რომ მათ უბრალოდ სირბილი ტრედმილზე არ შეუძლიათ. შესაბამისად, Ozempic-ი, ანუ semaglutid-ი ამ შემთხვევაში არის დროებითი გამოსავალი, რომ მათ შეძლონ და ამ წამალთან ერთად კომბინაციაში შეცვალონ თავიანთი ცხოვრების სტილი, ასევე შეეცადონ და ნელ-ნელა ფიზიკურად უფრო გააქტიურდნენ და ამ სამი ფაქტორის კომბინაციით შეძლონ და თავიანთი ჭარბი წონა მოიცილონ. აი მას შემდეგ კი, როდესაც ისინი პრეპარატს მოხსნიან, უკვე დარჩებათ ორი ყველაზე ჯანსაღი ფაქტორი, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს უნდა თამაშობდეს. ეს არის ფიზიკური აქტივობა და კვება, რომლითაც მათ უნდა შეინარჩუნონ ეს დაკლებული წონა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც Ozempic-ის გამოყენება უნდათ მოკლევადიანი დროით, მაგალითად ქორწილისთვის, დაბადების დღისთვის ან რამდენიმე კილოგრამის დასაკლებად, Ozempic-ი მსგავსი ადამიანებისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე სარგებელს და ამას მხოლოდ მე არ გეუბნებით, ამას გეუბნებათ სტატისტიკა და სამეცნიერო კვლევები მედიცინაში. ასეთ ადამიანებს ურჩევდი, რომ ყველა ჯანსაღი გზა გამოცადონ, სანამ ხელს ჩაიქნევენ მათი წონის პროგრესზე და შემდეგ ეძებონ გამოსავალი ფარმაკოლოგიასა და მედიცინაში. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი და დაწერე კომენტარებში ის თემები, რა თემებიც გინდა რომ შემდეგ ვიდეოში განვიხილო.